საღამო მშვიდობისა. მეგობრებო, რა კარგია, პარასკევია, მაგრამ ჩვენთან მზიარი ყოველთვის. რა თქმა უნდა. დღეს მე დავინი გავუძღობთ 2714 ტირაჟს, ვინი შევახსენოთ შეკვეთის თანხა რა მხელა. 251,100 და კიდე 400 დამატებული ზემოთ. ამ წამისთვის და 35,000 ლარზე მეტი არის მეორე საფრთხე კატეგორია. კი ბატონო, მეგობრებო, დღეს 2 კილოტოს საღამოა, ჩვენ დროზე გავიქცეთ. თუ შენ მოდი მე. აი, ასე დავტრედადები. აბა ვნახოთ. ადგილზე ვივარჯიშებ. 3, 2 და 1 წარმატებები ყველას. დავიწყეთ. იღბლიანი აღმოჩნდება. იგნორს რო უკეთებთ, ხშირად მოდის ხოლმე. არ მივაქციოთ. ოქროს ბურთი ხო? კაი. სანამ ბურთები ამოვარდება, თეატრის მოღვაწეებს გილოცავთ, მეგობრებო, 1961 წლიდან იუნესკომ დააწესა მსოფლიო თეატრის დღე. გილოცავთ. მოგლეთ ყველა, ვინც თეატრში მოღვაწეობთ, მეც მოღვაწეობდი ბავშვობაში 2 თეატრში და ვისაც გიყვართ თეატრი, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ამასობაში პირველი ბურთიც გამოჩნდა და ეს არის 18. 18-მა გახსნა 2714 ტირაჟი, გვაქვს პირველი ბურთი. ნახოთ რა იქნება ახლა მეორე ზევითავიდან და ქვევით. ცოტა ოდნავ ზევითავიდან. მეოთხე სართულზე მცხოვრებ 18-ს, მეხუთე სართულზე მცხოვრებ 20 არის შემოგვერთა და უკვე 2 ბურთი გვაქვს. მესამე ბურთის ჯერია. მაგაზე ზემოთ ვეღარავ. მესამე რიცხვი არის ჩვენი სიმბოლური და იღბლიანი რიცხვი 35. ვინი? სხვადასხვა დღეს კიდევ ერთი მაგარი თარიღია უკვე საქართველოში. 121 წლის გახდა თბილისის ფუნიკულიორი ანანო. ვაუ. ამასობაში მეოთხე ბურთიც გამოჩნდა და ეს არის 23. აბა 121 წლის არის ფუნიკულიორი თბილისის. უფრო ძველებიც არის, მაგრამ ჩვენი ყველაზე ლამაზია, რომ თბილისის ანზაფოჯობია. ეთანხმები ნამდვილად. მაშასე ბოლო და გადამწყვეტი რიცხვი არის 27. ესე 27 აწერია ჩვენი ტირაჟის პირველ ნაწილს. ახლა კი გადავიმეორო. გადავიმეორო და შემდეგ სურპრიზი, ხო მაყურებელს? კი ბატონო. აბა გადავიმეორო ნანანო. პირველი რიცხვი არის 18. შემდეგ 20. 35. ჯორდანი და 27. 23-ია მეოთხე. ჯორდანი იგულისხმება 23. მეგობრებო, სანამ შედეგები იქნება, მანამდე სურპრიზი. მინდა გითხრა, ეს დღეები სულ სურპრიზები იქნება, იმდენი რამე მოხდა, ოღონდ დავიწყებთ პირველი სიუჟეტით. და მომენტალური ლატარიები იცით, საქართველოს ლატარიის კომპანიას მრავლად აქვს და ერთ-ერთი ვეტერანი ლატარია, 7-იანი და აი ამ 7-იანში ხალბატონმა მარგარიტა ავაქიანმა მოიგო არც მეტი არც ნაკლები. 20,000 ლარი. დიახ და გავიცნოთ ხალბატონი მარგარიტა და მისი მოგების ისტორიაც ვნახოთ. საქართველოს ეროვნული ლოტარიის კომპანია კვლავ აგრძელებს ადამიანებისთვის ბედნიერი ემოციების მინიჭებას. ამჯერად ოზურგეთში ქალბატონ მარგარეტ ავაქიანს გაუმართლა, რომელმაც გადასაფხე ლოტარია 7-იანში 20,000 ლარი მოიგო. მოდით ვესტუმროთ ქალბატონ მარგარეტს და გავიგოთ მისი ბედნიერი ემოციების შესახებ. ნისლი და პურია, როდესაც ბახმაროს მზელოღას დადენს. იმღერებს შენ ჩემო ლამაზო გურია, სიმღერებს ლამაზებს. ოზურგეთში ლოტარიის ბილეთი ვიყიდე ქალაქის ცენტრში PSP აფთიაქი და იმის წინ არის ჯიხური. გადავფხიკე 07 რომ დამეწერა ცუდად გავხდი. დიახ. რა ხარ ვიფიქრე. ჩავედი ქვევით ფხიკავ და 20,000 რომ დაეწერა კანკალი და მაწყებინა. მოგებული თანხით ვეცდები რომ ჩემი სახლი გავარემონტო და გავალამაზო. მადლობა საქართველოს ლოტარიის კომპანიას ამ დიდი საჩუქრისათვის. ყველას გისურვებთ გამარჯვებას, გადაფხიკეთ და მოიგეთ. ნამდვილად გილოცავთ ქალბატონო მარგო კიდევ ერთხელ. თქვენ კი გახსოვდეთ იგებს ის, ვინც თამაშობს. მოგება კი შეუძლია ყველას. დავრუნდით. ხო, აი ძალიან ემოციები მომეწოდა ქალბატონი მარგარიტასი. ვულოცავთ მარგარიტა. მის ასაფლსაც უსურვებთ რომ მალე მოიგოთ ასევე თანხები, კარგი სიმღერები ისმოდა. ჩვენთან რა ხდება? შედეგებიც ეკრანზეა, მოგებული ბილეთების რაოდენობა შეადგენს 814-ს, გათამაშდა მესამე, მეოთხე და მეხუთე საპრიზო კატეგორია. მესამეში რამდენი არისო?
ორი ადამიანია ორი და მოგება გამარჯვებული ბილეთზე არის ყოფილა. 200 ლარი. დღეს ასე დავამთავრეთ მეგობრებო, მაგრამ არ გვითქვამს ორი რამ, პირველი ლოტო წერტილი კი, ჯი, კი, დაგვინაწყდება ის საიტი, გვეთქვის სავიყავით და რა თქმა უნდა. ო, და რაც თავარია. ოხ, ერთ საათში გელოდებათ რუსთავი 2-ზე. ირაჯენ ლოტო 6.50-ის გათამაშება, სადაც თამაშდება 700.000 ლარზე საათხაც მეტი. მანდარის და მეორე კატეგორიამ რეკორდები მოხსნა იქ. მოკლედ 642-ის მოყვარულებს ერთ საათში რუსთავი 2 გელოდებათ. მე რამოდენიმე დღეში დაგიბრუნდებით. მე კი შეგხვდებით ხვალ. ყველას მოგება.